ვარ ბაჩო ნეფარიძე 13 წლის. ვსწავლობ ჭიათურის მეორე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. უკვე 3 წელი ვთამაშობ საფეხბურთო კლუბ ჭიათურაში. მამაჩემსაც ძალიან უყვარს ფეხბურთი და მეც ამიტომ მომინდა ფეხბურთზე შესვლა. თან ბავშვობიდანაც ვუყურებდი რეალის თამაშებს და ამ გუნდმა შემაყვარა ფეხბურთის თამაში. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდო. ქართველი ფეხბურთელებიდან ხუჩე კვარაცხელია. მე ვთამაშობ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. მარცხენა დაცვაში ვთამაშია, მარცხენა ფლანგზეც ვთამაშია და სტრაიკერადაც ვთამაშია. ახლანდელი პოზიცია იმიტომ შევარჩიე, რომ ნახევარდაცვაში ყველაზე კომფორტულად ვხსნობ თავს. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა მგონია გოლების გატანა და პასების განაწილება. ჩემს კარიერაში უკვე გატანილი მაქვს 50-მდე გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზად. ვეთამაშებოდი ბოჯომს, ბოლო წუთი იყო, ცენტრიდან ჩააწოდეს ჯარიმა და თავით გავიტანე გოლი. ეგ თამაში მოვიგეთ 2-1 და ორივე გოლი მე გავიტანე. 50-მდე შეჯიბრება მქონდა და ბევრი კარგი მატჩი მახსოვს. ერთ თამაშს გამოვყოფ, ვეთამაშებოდი ტორპედოს, ის თამაში წავაგეთ, მაგრამ ის იყო ჩემი საუკეთესო თამაში. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება მგონია ძლიერი დარტყმა. სამუშაო მაქვს მოდაობაზე. ჭიათურის კლუბში ჩემი მწვრთნელია გიორგი მირუტაძე. ეს არის ძალიან მუდმივი, უნდა რომ წარმატებული გუნდი ყავდეს. არის ხერხული და სულ ქმნის კარგ განწყობას. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვთამაშებდი 10 ნომრით. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომადგენია. თამაში დავიწყებდი ნაბუ თბილისში, შემდეგ გადავალ მილანში, მერე სიტიში და ბოლოს რეალში. ჭიათურის კლუბი სხვა გუნდებზე კარგი იმიტომ მგონია, რომ არის აქ მეგობრული გარემო, არის კარგი სიტუაცია და საფეხბურთო გარემო. მე ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ ჭიათურაში შექმნი ახალ საფეხბურთო ბავშვთა სკოლას. მამაჩემი საპატივცემულოდ ამ სკოლას დავარქვი შოთიკოს აკადემიას. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი და. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და ერთი ძმა. ჩემი და არის 9 წლის და ქვია ბარბარე. ის არის ლამაზი, ცელქი, ბრანჭია და ჭკვიანი. ჩემი აზრით ბარბარე რომ გაიზრდება, გამოვა მოციქული. მამა არის ღიარული, შრომელი, ვაჟკაცი და უჟიშარი. დედა არის ლამაზი, თბილი, ტკბილი და საყვარელი. ძალიან მიყვარს დედას გაკეთებული კარტოფილი ფრი. ჩემი საყვარელი საჭმელია პიცა. ჩემი აზრით ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხინკალს. ცოლს მოვიყვან, როდესაც ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქვენ ლუკას და ანას. ახლა მინდა ვიყო 5 წლის, იმიტომ რომ ვივლიდი ბაღში და ბევრი გაკვეთილები არ მექნებოდა სასწაული. კარგადაც გავერთობოდი და მექნებოდა უდარდელი ცხოვრება. ისე მადლობა ღმერთს, რომ ახლაც გაგიცხოვრება. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 16 წლის ასაკში. მომწონს რომ ვიზრდები, მაგრამ უკვე მენატრება ჩემი ბავშვობა. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა იყო ჩემი დის დაბადება. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ იქ არიან კარგი მასწავლებლები, მყავს კარგი კლასელები და ბევრი მეგობარი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია კახი მეგრელიშვილი. ყველაზე ცელქია გიორგი ხუთიშვილი. ყველაზე ჭკვიანია გოგი წერეთელი, მაგრამ სხვა ჭკვიანი კლასელები ყავს. ყველაზე მშვიდია ბარბარე მგალობლიშვილი. მე ვარ ყველაზე კეთილი და სიმპათიური. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ლამზირა რობაქიძე. იმიტომ რომ არის ლამაზი, მეგობრული და გამგები. ბევრი ფული რომ მქონდეს, გაჭირებულებს დავეხმარებოდი, გავაკეთებდი სტადიონებს. ბავშვებს შევქმნიდი განვითარების ყველაზე კარგ პირობებს. პირადად ჩემთვის ვიყიდდი კარგ მანქანას. მაგალითად ვიყიდდი ბოლო მოდელის შავ BMW-ს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ბრაზილიაში. დოსტური ჯოხი რომ მქონდეს, ადამიანები გახდებოდნენ უკტავები. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი მამაჩემთან ერთად. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს დროში მოგზაურობის სუპერძალა. დიდი საომნებით მიმოგზაურებდი 25 საუკუნის საქართველოში. ფეთერი ბარესოსა ოჯახთან ერთად ხარ, კარგად ხარ, შენ სირგულივ შენი საყვარელი ადამიანები კარგად არიან და რა თქმა უნდა კიდევ არის ფეხბურთის თამაში და გოლის გატანა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.